სადაც კორუფცია და ეს კლანური დაჯგუფებები მართავს ქვეყანას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემოქმედებაა და ის ადამიანი კიდევ ვიმეორებ ორი ფილმით მართავს ამ ქვეყანას. ეს არის ნათლიადან დონ ვიტო კორლეონე, ხოლო ქართული ფილმებიდან დათათაშია არქიფო. ეს ორი პერსონაჟი გააერთიანა და უნდა ქვეყნის მართვა ამ ორი ფილმით. თხა და გიგოს კითხვა არ იცის, ესეც ვიცით შესაბამისად. ძალიან რთულია, როდესაც ესეთ ადამიანს ანდობ ქვეყანას, იმან შედეგი. ამჯერა რომ ნიჩეს და კანტს კითხულობ. რას ლაპარაკობ, ნიჩე და კანტი კი არა, სასწაული დღეგველის ქვეყანას თუ ის ადამიანი დარჩება საქართველოს მმართველად. ეს როხი კარდინალის როლში იქნება თუ წინ ფორმალურად მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველამ ვიცით რაც ხდება ქვეყანაში. უბრალოდ ჩვენ ვართ პირობითად ზოგადად საუბრობ, ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ხედავს და ბრმაა და ვისაც ესმის და ყრუ. ეს ცუდად ნათქვამია, მაგრამ რეალობას ასახავს. ამიტომაც ახლა რაც შეეხება რიჟვაძეს, რამდენიმე დღის წინ დავწერე, სადაც რიჟვაძე თვითონ არის შემოქმედი იმ ბოროტების, რაც ქვეყანაში ხდება, ერთ-ერთი შემოქმედი, რამაც მასზე გავლენა იქონია და დღეს ის, ესე იგი, იმკის, რაც დათესა იმას. შესაბამისად, ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანის რაღაცა დაჭრა ან მკვლელობის მცდელობა მიხარია და ნამდვილად არ მიხარია, პირიქით სოლიდარული ვარ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ამას გვასწავლის მართლმადიდებლობა და ამას გვასწავლის ჩვენი ქრისტიანული მორალი, თუმცა ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ, რა შედეგს მოიტანს ჩვენი გადადგმული ნაბიჯებიდან. არა მარტო რიჟვაძე ამ ყველაფერში დამნაშავე ან რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი, დამნაშავე არის ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს საერთოდ. ქართული საზოგადოება, რომელიც ფიქრობს, რომ მათთან არ მივა რეჟიმის ეს მარწუხები და კალაძე, რომელიც ყველა მთავრობის დროს ესე იგი მედროვე აქტივისტი იყო თუ რაც იყო, დღეს ესე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ქალაქ თბილისს და ქალაქ თბილისის მერი, ადამიანი, რომელმაც პატარა დრო არ არის პატარა ადამიანი, რომელმაც უამრავ კორუფციულ გარიგებებში მიიღო მონაწილეობა და ალბათ ქალაქში არ მეგულება ადამიანი, რომელიც სხვადასხვა უბნებში არ საუბრობდეს იმ კორუფციულ გარიგებებზე, რაც ხდება მის გარშემო. თუნდაც კორპუსების მშენებლობაზე ზოგი იტყვის თითო კორპუსში თითო ბინა, მაგის თითო კორპუსში თითო ბინა, ყველა კორპუსში აივნები მისი და მსგავსი რაღაცა გიჟური ფაქტები, რომელიც დაკავშირებულია კალაძესთან, ისინი აღარ მინდა კიდევ ცალკე ოჯახის ტრადიციებს როიცავს და მთელი ამბები და მსგავს რაღაცებზე აღარ გადავალ, მაგრამ ისიც კი ყველა მიცის საქართველოში რაც ხდება და ამაზე ცალმხრივი დამოკიდებულება გაგვაჩნია და პასუხი ის არის, რომ ალბათ ყველასთან ჩამოკრავს ხოლმე უბედურების ზარი.